გამარჯობათ, მეგობრებო, ხარჯაწერება კარგი ხარ. თოთა ხმამაღლად. გამარჯობათ. სიონის 8 ნომერში ვარ თბილისში. აქ არის კონტაქტური მუზეუმი. ძალიან ბევრი რამეა ბატონო ვანო დაბლა. ჩვენი ესენი არის. ზოგი ნამდვილი, ზოგი მერია გაკეთებული, მაგრამ ძირითადად არის ორიგინალური. იარაღი შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, ხელი მოკიდოთ, ლექცია მოისმინოთ იარაღზე, თუ რამე არიცით, კითხვები დავუსვათ. ბატონ დავით ნასარიძეს ამ მუზეუმის მეპატრონეს მოამაგეს და ამაგდარს, ეგრეთ. აი მოგცა საშუალება რომ ჩვენ აქ რაღაცები გადავიღოთ ბატონო დავით. ეხლა მე შენ გელაპარაკებდა თქვენს არხს იარაღი გაქვია და იარაღი არ არის მარტო თანამედროვე იარაღი, იმიტომ რომ დენთი მოიგონეს და დენთის გამოყენება წავიდა ინტენსიურად თოფები და ხირიმები 250-300 წლის წინ მანამდე კაცობრიობა ომობდა სხვადასხვა ჯოხებით, გალესილი რკინებით და ასე შემდეგ. რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეხლა მოდი ბატონო დავით, ომებზე იცი რამე თვითონ ბრძოლის ხერხებზე? ავი, ჯერჯერობით არ ვსწავლია სკოლაში. სკოლაში მაგას არ გასწავლიან. ჩვენ მე თქვენ და სულ ყველამ რაც ძველ ბრძოლებზე ვიცით, ეგ არის რაც კინოს მესვეურება გადაწყვიტეს რომ ომი იყო ეგეთი. ეგეთი ომები არ არსებობდა რაც მე მინახია, თქვენ გინახიათ კინოებში, აჩვენებენ რაღაცა ტიპი გარბის ხმი, აი იქიდან მეორე მორბის დადექესე. ხმალი მოიმარჯ. შევე აი გავირბინე, ჩავარტყი ხმალი. ეგეთი რამეები ბუნებაში არ ხდებოდა. შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში 3-ჯერ, 4-ჯერ მოხდა. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ ეგეთი რაღაცა, რომ ანუ ერთი რაღაცა მინდა თქვა, ჩვენი წინაპარი და ჩვენ აი ვინც ხალხი ცხოვრობდა მანამდე, ჩვენზე შტერები, გამოშტერებულები და ასე არ იყვნენ, არანაირად. არ უნდა შევიდეთ შეცდომაში იმითი, რომ რახან აიფონი არ აქვს, ესე იგი შტერი იყო. არაფერი შტერი არ იყო, ჭკვიანები იყვნენ და გაცილებით უფრო მოხერხებულები იყვნენ, იმიტომ რომ ცხოვრების სტილი სთავაზობდა იმას. ეხლა არიან სუბიექტები, ინდივიდები, ბატონო დავით, ასე შეუძლია. იძოს, მოშივდა რაღაცა მოწყობილობა, მაცი ვარ ქვია, გამოიტანა ჭამა, მე ესევ გადაგორდა. ეგრე ვერავინ ვერ ცხოვრობდა იქ. საჭმელი გინდოდა უნდა მოგეყვანა და ასე შემდეგ. ანუ უფრო მოხერხებულები იყვნენ. ბრძოლაც ცდილობდნენ რომ ყოფილიყო მოხერხებული და არანაირ შემთხვევაში გინდოდა უნდა მოგეპოვებინა. უნდა მოგეპოვებინა. ორი გზა იყო საჭმლის შორის. ორი გზა იყო. ან მოიყვანდი შენით, ან ვინმე წაართმევდი. ომი რას ნიშნავს, რომ ვიღაცას რაღაცას ან ართმევ, ან გართმევენ. ომი იმას არ ნიშნავს, რომ რახან ომია, წავიდე თავი მოვიკლა. რა წარმოიდგენთ ეგეთი რაღაც, აქ ორი ცალი ხმალი მქონდა პლასმასის. სადა, მოაიღე? ერთი ხმალი. ეს არ არის შეხედეთ პლასმასის ხმალია. წარმოიდგინე ეგეთ ბატონო დავით მოიმარჯვე ხმალი. ეხლა ამას შეუვარდი. კინოებში რო იყო ბრძოლაში დგანა და რაღაც ესე ხმალაობე, ნახევარი საათი, ამან ხოპა, მერე იქ ამან აქედან ესე ეგეთი რამები არ ხდებოდა. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენი თავი გაქვთ აი ესეთი გალესილი რკინა. წინას ადგა ეგეთი ტიპი. შენ ეხლა რას ფიქრობ, რომ ამასთანვე მივალ თან გარშემო კიდე ერთი ეს სალი ხელს უნდა გეჭირო? ხო, მთელი ჯოგი ხალხი დგა, ყველას ესეთი ხმლები უჭირავს და ესე ხმალავ. ომი ეგრე არ ხდებოდა რა. ეს თუ ინდივიდუალურად ერთ-ერთზე ვინმე სადმე შეხვდებოდა, შეიძლება რაღაცა მაგდაგავრი მოხდარიყო. დუელში. ან ისე მოწინააღმდეგე, მაგრამ ხმლით დიდი 2-3 მოქნევა ყოფილიყო. მეოთხე უოჭველი ერთ-ერთი ზიანდებოდა. შეიძლება ორივეს ერთმანეთს დაეძებნ და ასე შემდეგ. ამიტომ ძველ ბრძოლებში ძირითადი იარაღი იყო შუბი. მოდი ახლა აგერ. ბატონ დავით ნასარიძეს აქ ბევრნაირი იარაღი და აი ესეთი შუბი ამოვარჩიე. აი ესეთი და მოდი ფარი ავიღოთ. აი ეს. ბატონო დავით შენ იქ დადექი და მოდი ახლა ვილაპარაკოთ ეგეთ რაღაცაზე. ხმალი აი. ან არა, მაინც ჯერ არა. შუბი ხმალზე გაცილებით ეფექტური იარაღია, როცა ბრძოლას აქვს ადგილი და არ გინდა რომ უშუალოდ კონტაქტში შეხვიდე ვიღაცასთან. აი ახლა ეგ სტატისტი მყავს. მეომარი ხმლით. აი ესე მდგომარეობაში მაინც უნდა ვიყო, რომ ხმლის წვერით მომწოდეს მოწინააღმდეგე. მე თუ შუბი მაქვს.
ხმალი გამოწია პირდაპირ როგორ გეჭირა. აი, რამხელა მანძილია. თან მე თუ ძგერება დავაპირე. ხო, აი, ძგერება თუ დავაპირე. სადღაც 9 მეტრი მაინც არის დაცილებული ხმლიანი ტიპი. ანუ შენ თუ ხმლით მოდიხარ ჩემკენ, წამოდი და მე შუბი მიჭირავს. აი, სანამ ეს აქამდე მანამდე მე დავარტყ. ანუ ესეთი ბრძოლის დროს შუბოსნებს რასაკვირველია და ყველა მებრძოლს ჰქონდა ხმალი. მაგრამ ხმალი ეგეთ ბრძოლებში იყო დამხმარე იარაღი. კინოებში და რაღაცეებში რო არის იქ მარტო ხმლით და რაღაცა ეგეთ რამები არ ხდებოდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით, შტერები არ იყვნენ, სულელები არ იყვნენ, აი კინოს რაღაცეები ხო ეფექტურია რომ ხმლით ჭახჭუხდა მთელი ამბავი. არ ხდებოდა ეგეთი რაღაცა. რა წარმოიდგენთ ეგეთი რამე. რიგში დგანა შუბებით, ვთქვათ 5000-ნი ვართ და გვიჭირავს 5000 შუბი. თან ახლა შუბები იყო სხვადასხვანაირი. აი ეს შუბი არის საბრძოლო პირდაპირ სასული შუბი არ არის, ეს არის პირდაპირ იომო. ქართველები იმ დონეზე შუბის მხმარებელი და გამომყენებელი ხალხი ვიყავით, რომ დროის ერთეული ჰქონდა ქართველებს, რო იტყოდი მზე შუბის ტარზე დგა, ყველა ქართველმა იცოდა შუბი დაახლოებით რამ სიმაღლე იყო და რა დრო იყო. სადღაც ესე 3:30-ზე მზე იდგა ხოლმე შუბის ტარზე, ანუ შუბი რო დაგეყენებინა, მზე უნდა ყოფილიყო სადღაც აი აქ. ნუ შუბი ეს ცოტა მოკლე, აი ამ ხელა იყო. ნუ ადამიანს გააჩნდა თვითონ თავისი შუბი როგორ ქონდა რა. მაგრამ 5 და 6 მეტრიანი შუბები არ იყო, სადაც 2 მეტრამდე იყო. ეს არის საძგერებელი შუბი, შუბს ხელს კიდებდნენ აი აქ შუბაში, არაკიდებდნენ აი აქ კიდე. ესეთი რაღაცა არ ხდებოდა, იმიტომ რომ მთელი ეფექტი ებარო. შუბს კიდებდი აი აქ ხელს, ფარი ქონდა. ეხლა შუბის მუღამი რა იყო? თუ გძრათ მინდოდა ხელი მომეკიდა, აი აქ მოვკიდებდი ხელს აი აქ და მე იდაყვით, აი ესე ვიჭერდი. იდაყვით და იღლიაში ვიდებდი, ანუ რომ ეხლა აი ამ წუთში ხელში არ მიჭირავს, აი ხელის გული გაშილი მაქვს, შუბი მიდევს ზემოდან. უბრალოდ ამითი მიმართულებას ვაძლევ სინამდვილეში მთელი შუბი იდაღვზე მეყდნობა და იღლიაში რომ პირდაპირ დავარტყა. შუბი შეიძლება ზემოდან დამერტყა, შეიძლება ქვემოდან დამერტყა, აი მოდის ხო? მოწინააღმდეგე. აი ქვემოდან დავარტყი, ზემოდან დავარტყი, შუაში ყველაზე კაი, იმიტომ რომ ესე როცა გიკიდიათ ხელი. ხო, ბრძოლის დროს შეგიძლიათ უბრალოდ უცებ დააგრძელოთ, ან დაამოკლოთ. ანუ ნუ იტყვით რომ ეს გალესილი რკინიანი რაღაცა არის. შუბს ხმარობდნენ სულ და ბავშვობიდან ვარჯიშობდნენ ამის გამოყენებას. და მე შუბოსანი არა ვარ და 1000-ნაირი ხერხები არსებობდა ამისი. ფარსაც გააჩნდა, როგორ იქნებოდა. დიდი ფარები არ იყო საქართველოში, ანუ არ იყო მოსახერხებელი ტყიან და ხევიან ადგილებზე, ამაზე დიდი ფარითო სადმე მისულიყავი. ხელი შეგეშლებოდა რა, აი ესეთი ფარი იყო, ანუ ყველაზე კაი ვარიანტი. ეხლა ნახე, შუბი ფარის გარეშე არ არსებობდა, არ იყო ეგეთი ტიპი მარტო შუბიანი. თუ შუბი ქონდა ფარი. ხშირ შემთხვევაში შუბოსანი იყო 2. ეხლა ბატონ ირაკლის მივცემ შუბს, ეგ ხმალი გავამართვი. ხო, შუბებიც იყო სატყორცნი, აი ესეთ პირიანი და იყო საძგერებელი, რომელიც ჯავშანზე იყო გათვალისწინებული. გავამართვი. წყვილში დგებოდნენ ესე, უყურე. მოწინააღმდეგე წინა დგა, ხო? უკან დადექი და შუბი მოიმარჯვე სასურვად. აი ესე. აი ესე. ანუ ამას ფარი არა, ფარი მაქვს მე. 2 ვართ. ეს წელში გამართულია, მე მოვდივარ ესე, აი წაყოლე წინა დაგიდგები, რომ დაახლოებით წარმოიდგინოთ როგორი რაღაცაა. შუბით მოვდივარ უკნიდან, აი ეს არის ოპერატორი მტერი, ხო? მოწინააღმდეგე. ეხლა შენ ჩემ ტიროდ გეხარ, ხო? მე შემიძლია ქვემოთაც დავარტყა, ზემოთაც დავარტყა. ანუ მთელი ჩემი ფარის გარშემო, რასაც მაძლევ საშუალებას, იქიდან გამოვიყენ. შენ გინდ ფარი კონდეს, რაც გინდა კონდეს, წყვილში როცა მოდის 2 შუბოსანი. ხო, ეგ არ დაივიწყოთ, რომ ხმალიც ამაქვს. მე თუ რაღაცა მომიწიან, შუბის როლა მომიწიან, ხმალი ჩამიტყი შუბში და გამაგდებინე, მე ხმალს ამოვიღებ უკვე უშუალოდ, ახლო მოდივარ და ახლო ბრძოლაში შემოდივარ. მაგრამ მაგამდე სანამ მივიდოდა საქმე, შუბოსანი იყო თუ რაც იყო, რომელი მწყობრის პირველი დაერღვეოდა, იმას ჰქონდა წაგებული. იმიტომ რომ დგევართ ესე გვერდზე დამიდექი,
დგევართ ესე და უცებ ეს მოკლეს რაღაც იქეთი 4 კაცი გამეცალა გვერდი იქ მთელი ფლანგი მოირღვა ხო მე ხო დგევარ შტერი ხო არა რა გდავრჩი კინოებში მარტო ტიპი რომ მაინც ამობს აქედან თუ რაღაცა მოირღვა რო ხედავ აქედან უკვე შევიდე ფლანგიდან შეომიერო მე დავიწყებ უკან დახევას ანუ მეფეც კაია ყველაფერი კაია თვით გადარჩენის ინსტინქცია ყველაზე ძლიერი რა ანუ უკვე ომი წააგეთ გადიხარ უკან და მე ჯარი აირია გაიქცა და ასე შემდეგ ანუ მთელი ომის მუღამის იყო პირველს მწყობრი ვის დაერღვეოდა მწყობრი დაგერღვოდა მტერი ისე ვისია როგორც მწყობში უნდა მდგარიყო და რა ჩანაფიქრის ჰქონდათ ომი წააგეთ თუ მაინც თქვათ გონებამ და თვით გადარჩენის ინსტინქტი არ იმუშავდა ბრძოლა გააგრძელე ფლანგი მოგერღვა აი ეკენა შემოვლენ და შენ რო იქ თელამბავში ხარ აი ეკენა რაღაცა შეგარჭობენ და დაგბრიდავენ ან ფეხში ან თავში ან კისერში რაღაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა რომ მდგარიყავთ ერთად შეიძლება მდგარიყავით თქვა უკან დამიდექ ისე შეიძლება მდგარიყავთ თქვა 500-ნი შუბით უკან ესე მოყვება ხალხი ამის უკანაც შეიძლება კიდე მესამე რიგი მდგარიყო უფრო გრძელი შუბით ისინი ამას შეიძლება ქონოდა 2 ან 3 შუბი ანუ ერთი ისროლა მე ისროლა მეორე მე ისროლა მესამე თან მე წინ მოვდივარ თან ამას ანუ საძგერებელი შუბით მოვდივარ და ფარით გაწვევ და საქმე მიმყავს იქამდე რომ ეს წყობრი როგორღაც დავარღვიო ანუ უყურეთ ესეთი ვარიანტია რა ძირითადი იარაღია ფარი და შუბი ყველა ბრძოლაში არ არის მარტო ქართველებზე გათვალისწინებული ყველა ვინც კი ომობდა და ბრძოლები იყო შუბი იყო თავარი იარაღი ანუ შორიდან სამუშაოდ ანუ ახლო ესე და რაღაცა არავინ არ მიდიოდა ყველა ცდილობდა შორიდან გაენადგურა მტერი დაენაზიანებია ან შეეშინა რაღაცა მაგრამ თუ ხდებოდა ისეთი რამე რომ დავარდა ვთქვათ შუბი გამიტყდა რაღაცა მივოწრი შუბს შუბი აღარა მაქვს აი ესე ანუ ვისროლე შუბი ყველაზე მაგარი გამოსაყენებელი იყო ნუ საქართველოში ყველა ვარიანტი საერთოდ ისედაც აი ესეთი იარაღი კვერთხი საბრძოლო რაღაცა 4 მხრიდან პირი აქვს კარი ახლა ამას რკინის აქვს ხისაც ქონდა მაგრამ ძირითადად რკინის იყო და ეს ქონდა თავადებს იმიტომ რომ ეს ამდე რკინას მოითხოვდა რომ ძვირი რაღაცა იყო ეს არის ძალიან მაგარი მოსახერხებელი იმიტომ რომ შენი თუ ბრძოლაში როცა ხმალი ამოიღე მოყურეთ ახლა მიმში წამოვიდა უკვე ეს ხო აი ამითი ადვილად დავაზიანო როცა ამის ხმალი ამოწიეთ შემკენ წამოიღე ცოტა შემიძლია ფარი ავიღო ეს დავარდ ანუ ახლო ბრძოლაში აი ამ სიგრძე ხმალი ვერაფერში ვერ გამოგე აი ეს კიდე აი ესეთი რაღაცა ახლოდანაც მაგრა ეთქო და შეიძლება უკინდან აი ესე გამოგესვა აქედან იქით მიგერტყა რაღაცა გაგეკეთებინა გლეხებს ჰქონდათ საბრძოლო ნაჯახები უფრო ფიქრობენ რომ ვიკინგებსა ჰქონდათ და ვიკინგებს არა ქართველებსაც ჰქონდათ ესეთი ნაჯახები ну გლეხებზე იმიტომ რომ ეს ყველაზე იაფიანი მოწყობილობა იყო რა და მე სახში შეგიძლიათ გამოგეყენებინათ ხო გაჭირვება მანახეო არქეოლოგიურ გათხრებში საქართველოში ძალიან ბევრია ნაპოვნი ნაჯახიც საბრძოლო ნაჯახიც და აი ესენიც და შუბის პირებია უამრავი ნაპოვნი ხმალი ღირდა ყველაზე ძვირი იმიტომ რომ ეს იყო ნაწრთობი გამოჭედილი და ასე შემდეგ ანუ ამითი ბრძოლა ხდებოდა ძალიან იშვიათად მაგრამ მაინც ჰქონდათ თქვათ სადმე გამოხვედით ან მარტო დარჩი ან 4 დარჩით უკვე ხმლები ამოიღე და ასე შემდეგ თუ შუბი არ აქვს შუბის გამოყენების შემდეგ ლახტი უკვე შენი თუ ბრძოლაში თუ წავიდე თუ არა და ეს რა ქვია ნაჯახი მაგრამ მაინც ბრძოლის ველს ისა ბრძოლის ბედს წყვიტავდა წყობრის დაშლა არ დაშლა ამიტომ შუბით უკან დამიდექი მოდის 2 კაცი ესე უჭირავს ადამიანს და პირდაპირ ჩხლეტავს შუბები კიდევ ეპოქის და მიხედით იყო როგორი ის იყო რა ქვია ეპოქა ანუ რანაირი ჯავშანი იყო სამხედრო წყობაზე იყო თითქმის ყველაზე აწყობილი ეხლა მე ესეთ რაღაცას გეტყვით რა კაც რატო აქვს პერანგი აი ესე რატო იკვრება ანუ მარჯვენა მხარეს ღილები აქვს და მარცხენა მხარეს იკვრება ქალისა მეორე მხარეს არის ხო ნუ იტყვი რომ რავი ვიღაცა მოიგონა აი აქედან იქით რო იკვრება სინამდვილეში ჯავშანს რო იცმედნენ მე აი სანამ ჯაჭვის პერანგების შემდეგ ჯავშნები რო შემოვიდა
თლიანი კერასები. იკვრებოდა აქეთ მხარეს. ანუ ღილივთან საკეტივით ქონდა აქედან აქეთ იკვრებოდა, იმიტომ რომ ფარი როცა გიჭირავს და იარაღი გინდა ხმალი. ვიღაცამ რომ მატაკოს აქედან ხო დასრიალდეს. უკუღმა რომ ქონდეს შეკრული აქედან იქით. აი ესე. ამაში ჩააღწევ და შიგნით შემერჭობა. ამიტომ რკინა უნდა ყოფილიყო აქედან, საკეტზე იყო ზემოდან გადაფარებული. ანუ ღილოკავი, რასაც ქვია, უნდა ყოფილიყო მარჯვნივ და რაზეც მაგრდებოდა იყო მარცხნივ. რომ ცივი იარაღი ხმალი იქნებოდა შუბი, იმაზე დასხელტილიყო და გვერდზე წასულიყო. შუა საუკუნეების ჯავშემზე მელე ვილაპარაკო და მაგათ იარაღზე. ეხლა უბრალოდ შუბებზე ვილაპარაკეთ და ნელა-ნელა მივყვეთ მაგ საქმეს რა. ბატონო ირაკლი სტატისტი მყავს, ჩემი ბიჭი არის, ბატონი დავითის. ეხლა გვინათებს ძმა, ხო და დღეს ამას იქით იცით როგორ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები შუბებით. ჩვენი წინაპრები არ ვიძახი მაინც ადამიანს ქართველებს, საერთოდ მთელი კაცობრიობა ეგრე იბრძოდა. ამითი გამოგევშთებით, კარგად ვზადებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.